რაც შეეხება უშუალოდ ქვემო ქართლის რეგიონს, აქ მინდა ცალკე გამოვყო ასევე მთელი რიგი кейსები, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვან გოგონებს, არა მარტო ნაადრევ ასაკში ქორწინების მიმართულებით, ასევე რამოდენიმე ძამწვავე და აქტუალური кейსი ჰქონდა სკოლებში, მათ შორის სექსუალური შანტაჟის და ძალადობის მიმართულებით. მასწავლებლმა გამიზიარა ჩემს ერთ-ერთ შეხვედრაზე ახლა იქ кейსი, როცა გოგონა გახდა სექსუალური შევიწროების და შანტაჟის მსხვერპლი, მისმა პარტნიორმა გაუვრცელა მას ფოტოები. სამწუხაროდ ეს გოგონა, როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, დღეს ამ სკოლაში აღარ სწავლობს. დამატებითი დეტალები ჯერ მე თვითონ გამოკვლევის პროცესში მაქვს, როგორ მიდის გამოძიება, რა ხდება ამ გოგონას გარშემო, თუმცა თვითონ ფაქტი არის ძალიან შემზარავი და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამ გოგონას თანაკლასელებიც კი განიკითხავდნენ და პირიქით ბრალსდებდნენ იმაში, რომ რატო გაგზავნა ის ფოტოები, რა ეგონა და ასე შემდეგ. რაც ძალიან ხშირი პრაქტიკაა არა მარტო არასრულწლოვანებში, ზრდასრულებშიც და სულ ამბობ, რომ სამოქალაქოთვის შეგნება იწყება მსხვერპლის მხარდაჭერით და არა მისი განჯით და სამწუხაროდ ხო აქ სახეზეა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ნაკლები კვალიფიციურობა ან ნაკლები სურვილი გამოიძიონდა მეტად სენსიტიურები იყვნენ მსგავსი ტიპის საკითხების მიმართ და ასევე ზოგადად ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაშიც.